ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუ როგორი რთული სიტუაციაა, კილომეტრიანი რიგებია ოკუპირებულ აფხაზეთში, სხვადასხვა ქალაქში ბენზინ-გასამართ სადგურებზე, რადგან საწვავის კრიზისია, რადგან ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთი საწვავით მარაგდებოდა რუსეთისგან, თუმცა რადგან ახლა რთული სიტუაციაა რუსეთშიც, არც იქ არ არის საწვავი, შესაბამისად ოკუპირებული აფხაზეთი ვეღარ მარაგდება და ამიტომ კრიზისი არის ახლა ქალაქებში და კილომეტრიან რიგებში უწევთ მოქალაქეებს დგომა. სოციალურ ქსელში ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა ავზები საწვავის და მოხდა მომარაგება ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები. ამასთან დაკავშირებით სვამდნენ კითხვებს, დადასტურდებოდა თუ არა ეს ინფორმაცია. ენგურის ხიდის გავლით მიაწოდეს საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს თუ ვის ეს უკვე კონკრეტულად ეგ ჩვენ არ ვიცით ეს ინფორმაცია ჟღერდება უკვე მკვიდრებისგან ვინც იქ ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზს ყოველთვის საწვავს აწვდიდა რუსები მაგრამ დღევანდელი დღეით აფხაზეთში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არის მწვავე კრიზისი და არის რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე სეზონის პიკზე კილომეტრით რიგებში უწევთ დგომა და ახლა გუშინ ნახე ყველაზე დიდი რიგი იყო სადღაც ალბათ რა ვიცი 3 კილომეტრზე მეტი იყო 5 კილომეტრამდე იყო ამის მიზეზი რა თქმა უნდა ეს არის რომ უკრაინა არ ადგურებს რუსეთში საწვავის ნავთობგადამუშავების და საწვავის ობიექტებს და აქ საინტერესო არის კიდევ ის რომ ამ შემთხვევაში ბევრი იქ იწერება თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საწვავით მომარაგების ფაქტი დაადასტურა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თქვა რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კონკრეტულმა კომპანიებმა შეიტანეს თუმცა თავი შეიკავა კომპანიების დასახელებისგან თუმცა მთავრობის სხდომაზე ფაქტი დაადასტურა რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ოკუპაციის შესახებ კანონის ფარგლებში ამ შემთხვევაში ქართული ბიზნესი დაეხმარა ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საგანმანათლებლო ჩარჩო მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაითქმება ყველა ასეთი ნაბიჯი გადაითქმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში ყველა ასეთი ნაბიჯი გადაითქმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში შემიძლია გითხრათ კი ბატონო ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პროგრამა გვაქვს თქვენიცით, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული მოსახლეობის, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შემოსუბუქოთ მდგომარეობა, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ამას გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ფაქტი დადასტურებული, ანუ დავეხმარეთ. შევიტანეთ. კი, ასეთი ფაქტი ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თუ კი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში და თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ ცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას შემოსუბუქოთ მდგომარეობა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ. სოციალურ ქსელებში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ვიდეო მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის საუბრობდა საწვავთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისზე და ამბობდა მოსახლეობას ეუბნებოდა რომ მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზნესისგან მიიღეს თუ არა საწვავი.